აუცილებლად უნდა შევეხოთ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სამხრეთ კორეაში. აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის სამიტზე. ეს შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ესკალაციის ფონზე. გასულ მაისს რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებებისა და გამწვავებული დაძაბულობის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა დროებით დაასტაბილურეს სავაჭრო ურთიერთობები 90 დღიანი ზავით, რომელმაც ამერიკის ტარიფები 30%-ზე, ხოლო ჩინეთის ტარიფები 10%-ზე ჩამოიყვანა. თუმცა ეს სიმშვიდე სწრაფად დაირღვა, როცა ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა შემოიღო ახალი 50%-იანი წესი, რომელიც ნებისმიერ მცირე ზომის ჩინურ კომპანიაზე ვრცელდებოდა, რომლის ნახევარი ან მეტი სანქცირებულ კომპანიებს ეკუთვნოდა. ეს კი ათასობით ჩინურ კომპანიას საფრთხის ქვეშ აყენებდა. პეკინმა საპასუხოდ გაამკაცრა ექსპორტის კონტროლი, იშვიათ მიწის ელემენტებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, მოქალაქეებს კი აუკრძალა უცხოეთში სამთო მოპოვებით საქმიანობაში ნებართვის გარეშე მონაწილეობა, რითაც დამატებითი ზეწოლა შექმნა სექტორზე. ქვეყნებმა ერთმანეთს ასევე დაუწესეს საპორტო გადასახადები, რასაც ტრამპისაგან 100%-იანი ტარიფების მუქარა მოყვა, სი ძინპინმა კი ამერიკული სოიოს მარცვლების შესყიდვები შეაჩერა. სამხრეთ კორეაში კი მხარეები შეათანხმდნენ ამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე. შეერთებულმა შტატებმა გააუქმა 50%-იანი წესი, ჩინეთმა მოხსნა იშვიათი მიწის ელემენტებზე დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა და განაახლა ამერიკული სოიოს შესყიდვები. გაუქმდა ორმხრივი საპორტო გადასახადებიც, თუმცა ეს შეთანხმება მხოლოდ ერთწლიანია. ამ არხზე კი მივადევნებთ თვალს სიახლეებს, მანამდე კი არ გამოტოვოთ ეს დეტალური ვიდეო ტრამპის სავაჭრო ომზე.